მოგესალმებით, ეთერში გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ კულტურის სფეროში მიმდინარე მოვლენებზე, რომელსაც თავად აქ დასაქმებული ადამიანების დიდი ნაწილი რეპრესიებს უწოდებს. იცით რომ გუშინ კულტურის მინისტრის ბრძანებით გათავისუფლდა ვასო აბაშიძის თეატრის ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი. დღეს კი მისი თეატრის წარმომადგენლებმა და ასევე სხვა მსახიობებმა, სხვა თეატრების წარმომადგენლებმაც გამოუცხადეს სოლიდარობა მას, გამართეს აქცია კულტურის სამინისტროსთან, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და მოგაზრდით ბოლო ცნობებს ამ აქციიდან უწყების შენობასთან შეკრებილმა მსახიობებმა ხელოვანება და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თეატრის უწყვეტი საპროტესტო კერა შეიქმნება, რომელიც მაყურებელს გარეთ გამოიყვანს. მას დღევანდელ აქციაზე სოლიდარობა გამოუცხადეს დავით დოიაშვილს, რომელიც ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამ შეკრების დასასრულს განაცხადეს მათ, გვინდა დავაანონსოთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ჩვენ გადავწყვიტეთ შევქმნათ თეატრის უწყვეტი საპროტესტო კერა, რომელიც თავის წიაღში შექმნის ახალ ტექსტებს, ახალ სპექტაკლებს, ახალ დისკუსიებს, ახალ ნარატივებს და მაყურებელს გამოიყვანს გარეთ ზუსტად ისე, როგორც ქართული თეატრი გამოაგდეთ ქუჩაში. ახლა ის ქუჩაში საკუთარ მაყურებელს გამოიყვანსო, განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე რეჟისორმა მიშა ჩარკვიანმა. კულტურის სამინისტროსთან შეკრებილმა მსახიობებმა და ხელოვანებმა კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან შეხვედრაც მოითხოვეს. თუმცა შენობასთან მობილიზებულმა სამართალდამცავებმა ისინი შენობაში არ შეუსრულეს, იქ შესვლის საშუალება არ მისცეს. ისინი ითხოვდნენ ან სამინისტრო შენობაში შეეშვათ, ან თავად მინისტრი გამოსულიყო, თუმცა ბუნებრივი არც ერთი მოხდა და არც მეორეც. როგორც უკვე გითხარით, კულტურის მინისტრმა გადააყენა დავით დოიაშვილი და ამას მოყვა ეს ყველაფერი. და როგორც ასევე გითხარით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები რეპრესიებზე საუბრობდნენ. დიამეტრეველი იქნება სტუდიაში ჩვენი სტუმარი, კულტურის მენეჯერი, ძლიერ საქართველოს წარმომადგენელი, მოგესალმებით დია. მადლობა გადაცემაში სტუმრობის და ასე გვექნება რამდენიმე ჩართვა სწორედ ამ თეატრის წარმომადგენლებთან, რეჟისორებთან, მსახიობებთან, გზადაგზა გეტყვით კონკრეტულად ვინ ჩაგვერთვება. მანამდე თქვენი შეფასება ამ ყველაფრის რაც ხდება, პრინციპში ახალი დაწყებული არ არის ეს ყველაფერი, წულგანის მინისტრობის დროსაც იყო. გარკვეული ტიპის მოქმედებები, რომელსაც რეპრესიებს ეძახდნენ, მაგრამ ახლა უშუალოდ პროტესტში ჩართულ ადამიანებს შეეხო. ეს და ბევრისთვის ეს არის ცხადი, ხო, რატომ მოხდა, მაგრამ მეორე მხარე ამბობს, რომ ეს სიამოვნებაში მოხდა, იმიტომ რომ თეატრი გაიფიცა, გამოვიდნენ ქუჩაში და აღარ დგამდნენ სპექტაკლებს, არ ასრულებდნენ მოვალეობას და ბუნებრივი იყო ხა მოხსნა სამხატვრო ხელმძღვანელი. მოგესალმებით, მერაბ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მე ცოტათი შორსაც წავალდა რეპრესიების დაწყების, ესე ვთქვათ, ათვლის წერტილად მიხეილ გიორგაძის და მიხეილ ბატიაშვილის პერიოდს გავიხსენებდი, როცა პირველი ნიშნები გაჩნდა რეპრესიების და მაშინ ავანგარდში რეჟიმთან დაპირისპირების, ესე იგი ფრონტის ხაზზე იყვნენ მწერლები, გამომცემლები და ალბათ არ ვიცი ახსოვს თუ არა მაყურებელს, შენ ნამდვილად გახსოვს ვიცი, ზვიად რატიანი პოეტი, როცა ესე იგი ფიზიკურად მასზე იძალადეს და ის მძიმე მოვლენები რაც მის გარშემო განვითარდა, ის იძულებული გახდა ქვევიდან წასულიყო და მაშინ როდესაც გამომცემლებმა მწერლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ზვიადს და მე მაშინ გახდით წიგნის ცენტრის დირექტორი, ეს მე და ჩემ გუნდსაც მაშინ არ გვაპატიეს და წიგნის ცენტრი დაიხურა და ბევრი წარმატებული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გათავისუფლდა. ეს იქნებოდა მწერალთა სახლის დირექტორი ნატაშა ლომოური, ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელი ლაშა ბაქრაძე, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე, აღარაფერს აღარ ვიტყვი. ასობით გათავისუფლებულ ადამიანზე ეროვნული მუზეუმიდან და ძალიან ბევრ პროფესიონალ ადამიანს. ხო, კინოცენტრი გავიხსენოთ. ანუ ეს არის ძალიან კარგად ნაცადი, ესე იგი, რაღაც ინსტრუმენტი რეპრესიებს გულისხმობ რეჟიმის ხელში, რომლითაც სურს კულტურა გახადოს თავისი ხელისუფლებაში ყოფნის გასაძლიერებლად, პროპაგანდის მანქანად და ესე იგი თავის გარშემო ყავდეს ადამიანები, ვინც მხოლოდ მას დიდთირ ამბებს უმღერიან და
ესე იგი კრიტიკულ აზრს არ ავითარებენ. ძალიან დიდი ბოდიში ბატონმა კალაძემ ბრძანა დღეს რომ კრიტიკული განცხადებები ქონდაო დავით ოიაშვილსო და თუ პოლიტიკაში წასვლა უნდა დაო წასულიყო პოლიტიკაში რაღაც მსგავსი თქვა თუ არ ვწდები და ძალიან დიდი ბოდიში ანუ ადამიანს თუ აქვს განსხვავებული აზრი აუცილებლად პოლიტიკური რაღაც საქმიანობა უნდა დაიწყოს არ შეუძლია მოქალაქეს რიგით მოქალაქეს კონდეს პროტესტი მით უფრო ხელოვანს მით უფრო თეატრის რეჟისორს ძალიან სამწუხაროა და ეს არის გაგრძელება იმ რეპრესიების რომელიც რა ვიცი აბა ქართულ ოცნებას ახასიათებს უკვე არაერთი წელია ხო ნუ დავიკითხავ ხა რა თქვა კახაკალაძემ დოიაშვილის განცხადება საფუძველი არ ვიცი რა იყო მაგრამ რასაც უყურებ ბოლო თვეების განმავლობაში თუ დოიაშვილს პოლიტიკაში შემოსვლა უნდა და შეუძლია ეს ნაბიჯი გადადგას თუ ხარ იქ სადაც ხარ მაშინ უნდა იმუშაო და მიხედო კონკრეტულ მიმართულებას ძალიან მარტივიაო თქვა კახაკალაძემ ან ემუშაო და თუ პოლიტიკაში უნდა პოლიტიკაში წასულიყო მე ისაუბრა პიროვნულად არ ამაყვა და პრობლემა მასთანო ჩვენ გვახსოვს რომ 2017-ში დოიაშვილი იყო კალაძის მხარდამჭერი ხარს უჭერდა მას მერის პოსტზე ეს ვიდეოები ახლა ამოატივტივა ბევრმა როცა კალაძის მხარდამჭერ ღონისძიებაზე მივიდა 2017-ში როცა მას მერად ირჩევდნენ და ეს გაუხსენეს დოიაშვილს ამ დღეებში თუმცა ნუ კალაძემ ასე გადაუხადა მადლობა მაშინ დოიაშვილი ამბობდა ეს ინტერვიუ გავრცელდა რომ მე ოცნების მხარდამჭერი არა ვარ მაგრამ კახაკალაძეს მხარს უჭერო და იყო მისული მის ასე თქვა საარჩევნო რაღაც ღონისძიებაზე მაგრამ ნუ კალაძის პასუხი ეს არის მასთან დაკავშირებით ხო ნუ ზოგადად ნიშნები ესეთი რეპრესიული ქართული ოცნების გუნდს უკვე 16-17 წლებიდან უკვე ძალიან აშკარად ეტყობოდა თუ რა გზას დაადგებოდა ეს გუნდი რომ მაქსიმალურად ხელისუფლების მართვის სადავეებს არ დათმობდა და ყველას მოგუდავდა თავის გარშემო და მე უბრალოდ აი როგორც გულშემატკივარის პოზიციიდან ადამიანი რომელიც კულტურის სფეროსთან მაქვს ძალიან მჭიდრო კავშირი პროფესიულიც ძალიან ბევრი წელი მიმუშავია სხვა სფეროს წარმომადგენელთან აი გულწრფელად ვისურვებდი რომ ეს სოლიდარობა სხვადასხვა სფეროს შორის ყოფილიყო უფრო ძლიერი სხვადასხვა ეტაპზე შესაძლოა დღეს არა მხოლოდ კულტურის სფერო არ აღმოჩენილიყო იქ სადაც ახლა ყველანი ვართ არამედ ზოგადად ქვეყანა იმიტომ რომ სოლიდარობა არის ერთადერთი ინსტრუმენტი ჩვენს ხელში კრედიტი რომელიც საზოგადოებას კლავს და ერთიანობს. კი ბატონო, რამდენად არის ახლა ამ სფეროში ეს სოლიდარობა ფართოდ ასე ვთქვათ მოცული აქვს ამ სოლიდარობას ეს სფერო თუ ჩვენ ხედავთ ადამიანებს რომლებიც ნუ კვლავ უჭერენ ხო ამ ხელისუფლებას ხარს იგივე კულტურის სფეროში დასაქმებული ამართლებენ ამ ყველაფერს და ნუ ეს მათი არგუმენტი ეს არის ხო მთავარი აი ხელისუფლებისგან ფინანსდება და ხელფასს თუ იღებ და მთავრობისგან ესე უყურებენ რომ თითქოს ეს ფული მთავრობის ფულია სინამდვილეში შეიძლება ყოველას ვცდილობ რომ ყველა გადაცემაში ვთქვა რომ ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს არ ნიშნავს რომ ქართული ოცნებისგან იღებს ეს არის ჩვენი ფული ჩვენ შეგვაქვს იქ ჩვენი გადასახადებით ასე ვთქვა წვლილი და შესაბამისად ჩემგან იღებს დოიაშვილი ხელფასს შენგან და თქვენგან პატრიციონულ მაყურებელ და არა თეატრულგანისგან ან თიკარუხატისგან მაგრამ ასე უყურებენ რა ხელფასს თუ იღებს ხელისუფლებისგან ამ ხელისუფლებას არ უნდა ლანძღოს. აი ამაზეც რომ ვთქვათ 1-2 სიტყვა და იმაზეც რომ სოლიდარობა რამდენად არის ყოვლის მომცველი ამ სფეროში. პირველ რიგში მართებლად აღნიშნე მერაბ და შევახსენოთ კიდევ ერთხელ მაყურებელს რომ სახელმწიფო ბიუჯეტი არ არის კონკრეტული პარტიის ბიუჯეტი. ხო პარტიას თავისი ბიუჯეტი აქვს, ყავს შემომწირველები და სახელმწიფო ბიუჯეტი ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტი. თითოეულ მოქალაქეს არათუ შეაქვს წვლილი ამ ბიუჯეტში, არა უნდა ისარგებლოს კიდეც, უნდა გახდეს ბენეფიციარიც ამ ბიუჯეტის, ხო, სხვადასხვა პროგრამებით და რაც შეეხება თეატრს, დიახ, იცით რა არის უცნაური, რომ ჩვენს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას და წარმომადგენლებს ხო გუნდისას ავიწყდებათ რომ ჩვენ გვაქვს კანონი კულტურის შესახებ და წაიკითხოს ქალბატონმა თიკა რუხაძემ წაიკითხოს კულტურის კომიტეტმა არც ვიცი ვინ არის ხა ხელმძღვანელი მართალი რო გითხრათ კულტურის კომიტეტის იმდენად უკვე არაფრის მთქმელია ის სახელები და სახეები რომლებიც დღეს არიან ეგრეთ წოდებულ პარლამენტში წაიკითხონ კანონი კულტურის შესახებ როგორ იცავს კულტურას როგორ იცავს თავისუფალ შემოქმედებით პროცესებს კანონის საქართველოში და ესე იგი რას აკეთებს ოცნების გუნდი თავად იღებს უკანონო კანონებს დრაკონულ კანონებს და ჩვენ გვაიძულებს ეს უკანონო კანონები აღვასრულოთ თუ არა და დაგვაჯარიმოს და სიცხლის სამართლის დევნა დაიწყოს და თავად არანაირ კანონს
არ იცავს, თავად გასულია, ხო, ყველა საკანონმდებლო ჩარჩოდან. კულტურაში ძალიან სამწუხარო პროცესებია, მაგრამ ალბათ ეს დუღილით საჭიროა, რომ ყველამ ერთმანეთი დავინახოთ, სად ვდგავართ, ვინ ვისთან დგას და რაც შეეხება სოლიდარობას მე ვთვლი რომ ეს არის ერთადერთი იარაღი ესე ვთქვათ რომელიც ჩვენ გვაქვს ხელში მშვიდობიანი ჰუმანური და ძალიან ქართული იმიტომ რომ ჩვენ გვაერთიანებს ქართული კულტურა ხო ქართული ენა ქართული თეატრი ქართული წიგნი ქართული მუსიკა ეს გვაერთიანებს ქართული კულტურული მემკვიდრეობა რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია ხო ამაზეც თუ გვექნება დრო სიამოვნებით ვისაუბრებდი ამიტომაც სოლიდარულები უნდა ვიყოთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და საზოგადოებასაც უნდა მივცეთ მაგალითი სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფსაც უნდა მივცეთ მაგალითი გუშინ მაგალითად მანანა ბერიკაშვილიც კი რომელიც ხა ოცნების ხარდამჭერია წლებია გამოჩნდა თეატრში მაგრამ თეატრში მუშაობს და მართალია ხა რაღაც ისეთი განცხადებები არ გაუგეთებია მკვეთრი მაგრამ მისი თქვათ იქ მისვლა სოლიდარობისთვის რო იკრიბებოდნენ ესეც საინტერესო მოვლენა იყო იგივე კეთი დოლიძე რომელიც ამ ხელისუფლების ხარდაჭერია ამას დაწერა პოსტი რომ არ შეიძლება და ანუ რაღაც ისეთ ქმედებებზე მიდის ეს ხელისუფლება რომ მათ ხარდაჭერებსაც კი ეხა ან არ მოსწონთ თუ ეს ერბილად შეხედავენ ან უკვირთ როგორც მანანა ბერიკაშვილმა თქვა რომ გაკვირვებული ვარო ამ ამბით რატოა მანანა ბერიკაშვილი გაკვირვებული მანანა ბერიკაშვილი არის სახე ქართული ოცნების არა მხოლოდ მხარდამჭერი არამედ ოცნების ერთ-ერთი რეპრესიული ხელი იყო ყოველთვის კულტურის სამინისტროში ეს ყველა მიცის კარგად გვახსოვს რაც შეეხება მის მისვლას ბუნებრივია ის მუშაობს ამ თეატრში და შესაბამისად დასი შეიკრიბა სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს დავით დოიაშვილს და ის იქ უნდა ყოფილიყო ალბათ ხო იმიტომ რომ ის სამ სფეროს წარმოადგენს და მნიშვნელოვანია ყველა ნაირი გამოვინება სოლიდარობის მნიშვნელოვანია ასეთმა ხალხმა გამოიღოს ხმა ვინც ოცნების მხარდამჭერია მხოლოდ მივესალმებით რა თქმა უნდა რომ ახლა გაიგოს და დაინახოს რომ ასეთ რაღა ყველაფერზე თავს არ დაუქმდება. მე არ ვიცი ხა სულ მაქვს ამის იმედი რომ მართი მხარდამჭერები განსაკუთრებით ცნობილი სახეები ვინც არიან და ასე შემდეგ, ნუ ყველაფერზე თავს არ დაუქმდებენ. ოცნებას და სადღაც მათთვისაც ზღვარი იქნება, მაგრამ ნუ ეს პირველად როცა მიიღეს რუსული კანონი 2023-ში, მაშინ უფრო მეტი იყო სხვათა შორის ასეთი ადამიანები, ოცნების მხარდამჭერები, ვინც გამოჩნდა და ხმა მოიღო, იგივე ტელეკომპანია იმედში, ჟურნალისტები და ასე შემდეგ და მერე თითქოს ეს ხალხი რაღაცნაირად შეაკავეს მათ. რითი როგორ გონია თქვენი აზრით? ხო, ესე იგი ალბათ ინდივიდუალურია ყველასთან მიდგომა, ზოგი შეიძლება რაღაცა სახელფასო განაკვეთის მოცულობით, ზოგი შეიძლება რაღაცა დაწინაურებით, ზოგიზე უბრალოდ რაღაცა შეიძლება და რაღაც ამას მაინც წერდნენ რომ ჩვენთვის ევროპა არის მნიშვნელოვანი და ხა ამას მაგრამ რა თქმა უნდა ყველა გულის სიღრმეში გრძნობს საშიშროებას, ხო? ესე იგი რაც არ უნდა ვთქვათ, ჩვენ იმ ქვეყნის ნაწილი ვართ, იმ ქვეყნის დნმ-ს ვატარებთ, ხო? რომელმაც თავის თავზე გამოსცადა 37 წლის რეპრესიები, 9 აპრილი და ძალიან ბევრი მძიმე სისხლიანი პერიოდი და იმ ადამიანების დამსახურება დღეს მე და შენ რო გვაქვს საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რო ვსაუბრობთ ქართულ ენაზე და რო გვაქვს ჩვენი სახელმწიფოს სიმბოლოები და ნიშანსვეტები, ხო? და კიდევ უფრო მძიმეა იმის განცდა, რომ ამ უდიდესი მსხვერპლის გაღების შემდეგ დღეს 21 საუკუნეში, როცა ერთი ნაბიჯიღა გვაშორებდა ჩვენ იმ დიდ მიზანს და ოცნებას, ნამდვილ ქართულ ოცნებას, ნამდვილ ევროპული საქართველოს ოცნებას, რომ გამხდარიყავით ევროკავშირის წევრი, ამ კარს გიხურავენ და რა თუ გიხურავენ ძალიან სწრაფი ტემპებით, აი რაღაცა დაჩქარებულ რეჟიმში, ხო? აი ერთი წლის განმავლობაში ფაქტობრივად გადმოანაცვლეს საქართველოს ესე იგი გეზი რუსულ ორბიტაზე, საბჭოთა ორბიტაზე და ბუნებრივია ქართული ოცნების მხარდამჭერებშიც არის ღელვა. სვავენ კითხვებს 26 ოქტომბერს ქართული ოცნების მხარდამჭერები თქვენი ეთერის საშუალებით დავუსვათ კითხვა ადამიანებს, რომელსაც ასევე დარწმუნებული ვარ აქვთ ეს კითხვები. მათ მისცეს ხმა ქართულ ოცნებას, რატომ მისცეს ხმა, იცით, რომ ბანერები იყო მთელ ქვეყანაში ღირსებით ევროკავშირში. ეს ბანერები ჩამოიხსნა. ეს დაპირება აურთქლდა
და ერთ თვეში 28 ნოემბერს გამოდის ბატონი ყობახიძე და ამბობს დასრულდა ევროკავშირის ესე იგი ამბავი და ჩვენ მივდივართ რუსეთისკენ. ხო, ეგრე არ ვთქვა. ბუნებრივია, მაგრამ ეს დასრულდა დავაპაუზეთ 28 წლამდე. ხო, თუმცა ეს ხო ყველაფერი იგულისხმება, ხო? ეს ხო იგულისხმება, ჩვენ ხო ვხედავთ როგორი სიამტკბილობა აქვთ რუსულ მედიას სივრცეში, ხო? ესე იგი ამ პროპაგანდისტებს და როგორ უწონებენ ქართულ ოცნების ლიდერების ნაბიჯებს და განცხადებებს. ეს ძალიან კარგად შეთამაშებული, ძალიან დასინქრონებულია კითხვებს, ბადებს, რა ხდება და მე მგონი პასუხი ნათელია, რომ ქართულმა ოცნებმა თავისი ამომრჩეველიც არათუ შეიყვანა შეცდომაში. პირდაპირ მნიშვნელობით მოატყუა. ამიტომაც მე დარწმუნებული ვარ, ის ხმები, რომლებიც მათ გაუყალბებლად, ხო, გაყალბებით დაიწერეს, რაც დაიწერეს. თუ რაც ხონდათ რაღაცა ხმები, იქიდანაც უკვე აღარ შერჩებათ დიდი რაოდენობა ამომრჩევლის, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეს არ უნდა საბჭოთა კავშირში დაბრუნება. დამოუკიდებელ საქართველოში დარწმუნებული ხართ ამაში, იმიტომ რომ როცა ხედავ რომ რამდენი ადამიანი 80%-ზე მეტი თავის თავს ხედავს ევროკავშირში. კი, მაგრამ მე ეს ხალხი მიდის და აძლევს ხმას ოცნებას. არაძლევს იმდენი რაოდენობით, რასაც ოცნება უკვე საჯაროდ ხო CSKO-ს გაყალბებულ ოქმებით ჩვენ გვანახებს, იმიტომ რომ იქ იყო ხო სერიოზული დარღვევები და ამაზე ახლა ჩვენ ალბათ დღეს ვერ ვისაუბრებთ, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ამავდროულად ატყუებს თავის ამომრჩეველს და ეუბნება, რომ ჩვენ ღირსებით შევალთ ევროპაში და 28 ნოემბერს ეს ტყუილიც გამოაშკარავდა. ამიტომაც ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც უკვე ხვდება, რომ მოტყუებულია, უნდა გააკეთოს არჩევანი. და ეს არჩევანი უნდა იყოს იმ ძალების მიმართ ნდობის გამოცხადება, რომლებსაც გვაქვს კონკრეტული ხედვა, რომელსაც გვაქვს კონკრეტული გეგმა და რომელსაც შეუძლია ქვეყანა ამ ძალიან ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანოს. ხო, კი ბატონო, თიკარუხაძეზე რა სიტყვით ახალი კულტურის მინისტრი, რომელსაც ბევრი არც იცნობს, ხო? ბევრი თქვა რომ რაღაც დოიაშვილის ძველი ნაცნობიც არის, მეგობარიც არის და ამან არ შეუშალა ხელი, რომ ეს განცხადებაზე ხელი მოეწერა. მე პირადად ვერაფერს ვერ გეტყვით ქალბატონ თიკარუხაძეზე, იმიტომ რომ მე მას პირადად არ ვიცნობ, მე მისი საქმიანობის შესახებ ძალიან ზოგადი ინფორმაცია მაქვს, არაფერი ისეთი დასამახსოვრებელიც მის ბიოგრაფიაში ესე არ მახსენდება, შეიძლება ვცდები. უბრალოდ როდესაც ადამიანი რუსული კანონის მიღების ფონზე თანხმდები, რომ გახდე ქართული ოცნების გუნდის წევრი და არ მხოლოდ გუნდის წევრი, ამ გუნდის მთავრობის ერთ-ერთი მინისტრი, იქ ფაქტობრივად უკვე შენ აწერ ხელს რაღაც შეთანხმებას, ხო? რომ შენ უნდა გაატარო მორჩილად და უტყვად ის პოლიტიკა, რასაც ესე იგი კრემლთან დაახლოებული სპეციალური FSB-ს ჯგუფი და ის მართავს დღეს აქ პროცესებს, ეს ხო ფაქტია, ის გეტყვის, ამიტომაც ცალსახაა, რომ დღეს ის ველი უნდა მოწმინდოს ალბათ ქალბატონმა თიკარუხაძემ, რომელიც ვერ მოასწრო თეატრულუკიანმა და ბოლო თავისუფალი კუნძულები რაც დარჩა, სავარაუდოდ გაგრძელდება ეს რეპრესიები. იმათაც ესე იგი მოგუდავენ, მაგრამ ეს არ არის რაღაც ჩვენთვის სიახლე, ხო? დღეს ვისაც გაუკვირდა რომ მოხსნეს ახალი თეატრის ხელმძღვანელი, მე მიკვირს რომ გაუკვირდათ, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც არიან კრიტიკულები, რომლებიც არიან პრინციპულები, რომლებიც თავის კოლეგებს უცხადებენ სოლიდარობას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამის გამო. ხო, ეს უნდა გავიხსენოთ, ხო, დოიაშვილი და ეს თეატრი რატო გავიდა ქუჩაში, იმიტომ რომ დააპატიმრებს მათი თეატრის თანამშრომელი ანდრო ჭიჭინაძე აქციებზე ყოფნის დროს და აბრალებენ რაღაც ჯგუფურ ძალადობას და ასე შემდეგ. და მან დოიაშვილმა და სხვებმა ამ თეატრის სახება სოლიდარობა გამოუცხადეს თამათ მეგობარს, კოლეგას. ამის გამო ისჯებიან, ხო ისე. მე ისეთი განცდა მაქვს, რომ ქართული ოცნების გუნდს სძულს ყველაფერი ქართული. სძულს ქართული ენა. სძულს ქართული კულტურული მემკვიდრეობა, ინგრევა გარშემო ყველაფერი. გელათი, სვეტიცხოველი, გულგრილობა სრული, არაპროფესიონალიზმი. გავრცელდა კადრები, საერთოდ სვეტიცხოველში ჩადის წყალი. წყალი ჩამოდის და იქაც კედელი, სადაც არის კედლის მხატვრობა, ისიც ზიანდება და ბევრი სხვა.
ზულს ქართული თეატრი, რომელიც განსაკუთრებით თანამედროვე ქართული თეატრი ბოლო წლების განმავლობაში ძალიან საინტერესოა, ძალიან ძლიერია და საერთაშორისო თეატრი გამოხმაურებები აქვს. მაყურებელს უთხრა, რომ ეს თეატრი, ვასობაში ეს თეატრი იყო ისეთ თეატრი, სადაც ბილეთი შოვნა ჭირდა. ბოლო პერიოდში მე ასეთი რამ ბოლო წლებში არ მახსოვს. რომ ამ თეატრის სპექტაკლებზე ფაქტობრივად ერთი თვითადრე ბილეთი აღარ იყო უკვე და ხალხი ერთმანეთს რაღაცა ლამის გადამყიდველები ყიდებდნენ. ასეთი თეატრი შექმნა ხო დოიაშვილმა. მათ გუნდში ქართულოცნებას გულისხმობს ზულთ წარმატებული თავისუფალი ადამიანები, ზულთ ქართველი მწერლები, ქართველი გამომცემლები, რომლებიც ყოველწლიურად ანებივრებენ ქართულ მკითხველს და წიგნის მოყვარულს არაჩვეულებრივი თანამედროვე ქართული ლიტერატურული ტექსტების გამოცემით და უმაღლესი დონის უცხოური ლიტერატურის თარგმანებით. ეს ზულს ეს ყველაფერი და თავს კომფორტულად კარგად გრძნობს ისეთ პირობებში, სადაც საზოგადოება არის დაბეჭავებული, კულტურული ცხოვრება არის პასიური, სადაც ყველაფერს ასდის საბჭოეთის სუნი და აი ასეთ მდგომარეობაში ისინი თვლიან, რომ საზოგადოება უფრო მარტივად იქნება მართული, საზოგადოება უფრო დამყოლი იქნება სხვადასხვა ასეთ დრაკონულ გადაწყვეტილებების მიმართ და რაღაც კანონების მიმართ. ჩვენ გვჭირდება პრინციპულობა, ჩვენ გვჭირდება დიდი ნებისყოფა, ეს პროცესი არის ძიმე, ეს პროცესი არის რთული, მაგრამ არ არის უიმედო და უნდა ვიცოდეთ, შეიძლება ამას ეხლა ესე ვერ ხვდებით ეკრანებიდან, მაგრამ ეკრანებს მიღმა რაც ხდება ქართული ოცნების გუნდში, არც თუ ისე სასიამოვნო პროცესებია, იქაც არის დიდი ღელვა, დიდი რყევები, ცნობილი გადადგომები გავიხსენოთ და ასე შემდეგ და მათთვისაც ძალიან დიდი დისკომფორტია ეს არაღიარების პროცესი, არალეგიტიმური მთავრობის მიმართ ნდობა დასავლეთში რომ არის ასეთი დაბალი, ამიტომაც ისინი ცდილობენ რაღაცა გამოსავალი მონახონ, მაგრამ ამ გამოსავალს ისინი ახლა ცდილობენ გამონახონ რაღაც დამატებითი, მძიმე რაღაც ბერკეტებით და გადაწყვეტილებებით. განმუხტონ თითქოს თავისი გადმოსახედას. შევეხო, ანუ ეს ბრძოლა, თქვა თეატრალების გამოყვანა ქუჩაში რამდენად შეიძლება იყოს რაღაცა გარდამტეხი მომენტი ამ პროცესში, ასაც პროტესტი ქვია ზოგადად, იმიტომ რომ ეს ხალხი ასე აქტიურად მანამდე არ იყო ჩართული, ხო, ჩვენ გვახსოვს ამ პოლიტიკურ პროცესებში. ანუ ხელისუფლების ამ ნაბიჯებმა, რაღაც რეპრესიებმა, დაჭერებმა და ასე შემდეგ გამოიწვია ის, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლები ისინიც კი, ვინც მანამდე არ იყო პროტესტში ჩართული, ახლა უკვე ქუჩაში არიან გამოსულები და ისინი, ვინც მანამდე ცოტა ისე პასიურად იყო, ახლა უფრო აქტიურად არის და ფაქტობრივად ისინი აღმოჩნდნენ ავანგარდში ამ პროტესტის. და ეს რა შედეგს მოიტანს, როგორც საერთოდ მოიტანს შედეგს, აქვს ამ ბრძოლას აზრი, როგორ უყურებთ თუ რა იქნება? რა თქმა უნდა, ბრძოლას აქვს აზრი, ნებისყოფით უნდა აღვიჭროთ ყველა, განსაკუთრებით ვისურვებდი კიდევ ერთხელ და გავიმეორო, რომ სოლიდარობა ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შორის არის უნიშნელოვანესი და ისევე უნდა გულშემატკივრობდეთ ქართული თეატრის წინაშე გამოწვევებს და პრობლემებს და რეპრესიებს, როგორც ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების მიმართ თუ სხვა სფეროს წარმომადგენლების მიმართ, იმიტომ რომ ეს რეპრესიები ყველას შეეხება და სფერო, რომელიც ყველაზე მეტად თავისუფალი უნდა იყოს და კულტურის სფეროს ღირებულება, თანამედროვე ხელოვნების ღირებულება, სწორედ კრიტიკულობაში და დაუმორჩილებლობაში არის და ის თუ არ იქნება კრიტიკული, ის არ იქნება საინტერესო. ამიტომაც მე ვისურვებდი, რომ უფრო მეტი პრინციპულობა, უფრო მეტი სითამამე და დავუდგეთ გვერდში ქართულ თეატრს, ქართულ ლიტერატურას, ქართულ მუსიკას, კულტურულ მემკვიდრეობას და გავაგრძელოთ ბრძოლა. ასევე მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და სოლიდარობა გამოუცხადო, რა თქმა უნდა, ანდრო ჭიჭინაძეს, ახალი თეატრის მსახიობს და ყველა პოლიტპატიმარს, რომელიც უკანონოდ არის დაპატიმრებული და მინდა თქვენი ეთერით ალბათ გვიყურებენ, ვუთხრა, რომ ისინი ყოველ დღე გვახსოვს
და მაქსიმალურად სხვადასხვა პლატფორმიდან ჩვენ ვცდილობთ რომ ისინი დავიხსნათ და დაუბრუნოთ ოჯახებს. ხო, თუმცა გუშინ პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა თუ უსმინეთ არ ვიცი ირაკლი კობახიძემ ამ თემაზე და ანდრო ჭიჭინაძეზე ცალკე ილაპარაკა და სიმართლე გითხრათ მე არ დავჭერს თავშეშლება რომ რაღაც აპირებს ხელისუფლება ეს ადამიანი გამოუშვას ან რამე პირიქით რაღაც ისეთი განცხადებები გაკეთდა არ ვიცი შეიძლება მე გავიგი არასწორად მაგრამ რაღაც განსაკუთრებულ უკანდახევის ნიშნებს ვერ ვატყობ ხელისუფლებას ეს ტაქტიკაა მათი, რომ აჩვენონ, რომ ისინი შეუდრეკელები არიან. ამიტომაც რა იქნება ქუჩაში, რა მოხდება გარეთ, რამდენად ბევრი ვიქნებით ამ ბრძოლაში, რამდენად ხმამაღალი იქნება ჩვენი პროტესტი, ეს რა თქმა უნდა განაპირობებს შემდეგ ეთერებში ირაკლი კობახიძის ალბათ რაღაც განცხადებებს და ისიც არ დაგვავიწყდეს მერაბ, რომ სხვადასხვა დროს არც კი ერიდებათ ქართული ოცნების წარმომადგენლებს შეცვალონ თავიანთი გადაწყვეტილებები და განცხადებები, იმიტომ რომ რა დავალებაც მოდის ზემოდან, იმას შეასრულებენ. ისინი ხო არ არიან თავისუფალი ადამიანები, ამიტომაც ისინი მოქმედებენ იმის მიხედვით ქუჩაში რა პროცესები მიმდინარეობს. მადლობა დიდი. დიამეტრეველი კულტურის მენეჯერი იყო ჩვენი სტუმარი. რეკლამა გვექნება, რეკლამის შემდეგ ჩაგვერთვება რეჟისორი დათა თავაძე, ასევე დავით თავართქელაძე რეჟისორი, ჩაგვერთვება ეკა მაზლიშვილი, მენეჯერი ერთ-ერთი თეატრის, ასე რომ დაგველოდეთ რეკლამის შემდეგ ასევე საინტერესო ბლოგი ვლოგები. ეთერში და როგორც იცით ჩვენ ვსაუბრობთ თემაზე რა ხდება კულტურის სფეროში ატარებს თუ არა ხელისუფლება რეპრესიებს იცით რომ მოხსეს ვასვაბაშიძის თეატრის ხელმძღვანელი დათო დოიაშვილი და სწორედ ამ თემაზე კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ჰქონდათ დღეს პროტესტი აქცია კულტურის სამინისტროსთან დათა თავაძე ჩაგვერთვება რეჟისორი რომელიც აქტიურად არის ამ პროტესტში ჩართული არა მხოლოდ დღეს და ამ მიზეზით არამედ უკვე დიდი ხანია მოგესალმებათ და მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და შენ შეფასება ამ მოვლენის ბევრი მოგვისვენია შენ შეფასება აქამდე ხო ზოგადად პოლიტიკურ საკითხებზეც თუ საითკენ მიდის ხელისუფლება როგორ მიდის და ასე შემდეგ მაგრამ აი ეს ახლა დოიაშვილის მოხსნა აი რაღაც ახალ ეტაპზე გადასვლა თუ ეს არის უბრალოდ ჩვეულებრივი გაგრძელება იმ მოვლენების რასაც აკეთებდა ხელისუფლება და მოულოდნელი თქვა ჩვენთვის არაფერი არ იყო არა ნამდვილად არ იყო მოულოდნელი ჩვენ ვიცოდით რომ აპრილი ვამბობდი კიდევაც რომ აპრილი იქნებოდა ერთგვარი თეატრალური თვე იმიტომ რომ თეატრის შესახებ რეპრესიული კანონი მიიღეს სხვა კანონებთან ერთად ყველა მათგანი რეპრესიულია და უცებ თეატრის შესახებ კანონი გაჩნდა ამ ჩამონათვალში რაც რა თქმა უნდა იწევდა ძალიან ისეთ არაერთგვაროვან კერძო უბრალოდ ერთგვაროვან ეჭვს რომ ეს იქნებოდა რა თქმა უნდა დასაწყისი იმ წმენდის რომელიც ჩვენ მანამდეც გვინახავს ქართულ თეატრში რა თქმა უნდა რამდენიმე წლის წინ როცა ყველა სამხატვრო ხელმძღვანელად, ყველა თეატრში, ყველა სახელმწიფო თეატრში სწორედ პარტიისადმი ლოიალურად განწყობილი რეჟისორები დაინიშნენ და ეს იყო ერთადერთი ნიშანი, რითიც მოხდა არჩევნების წინ, ასე ვთქვათ, არჩევა სამხატვრო ხელმძღვანელების სხვადასხვა თეატრში, ერთადერთი ალბათ კუნძული, გარკვეული დამოუკიდებელი აზრის თუ დამოუკიდებლობის სახელმწიფო თეატრებს შორის ნამდვილად იყო დავით დოიაშვილის სახით ახალი თეატრი და მისი დასი, ძალიან აქტიური თეატრი, რა თქმა უნდა, ყველა თვალსაზრისით და სწორედ აი აქედან დაიწყო ალბათ, ხო, ჩვენ ვიცით რომ სულ რაღაცა რამდენიმე კვირის წინ თემურ ჩხეიძის სახელოსნოს ლიკვიდაცია მოხდა, რომელიც ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყო ესე ვთქვათ დამცველი თავისუფალი აზრის ჩვენ სფეროში და ახლა ვხედავთ დავით დოიაშვილს, როგორც მართლა უკვე ყველა ზღვარს რო გადალახავს აი ესეთ შემთხვევას, ნამდვილად, იმიტომ რომ სწორედ ამით სახელმწიფო ჩვენ გვეუბნება, რომ არავითარ დამსახურებას არ აქვს მნიშვნელობა და თქვენ ალბათ იცით, რომ ახალი თეატრი არის ყველაზე წარმატებული, ამას გადაჭარბების გარეშე შემიძლია ამის თქმა, რომ ეს არის ყველაზე წარმატებული სახელმწიფო თეატრი, რომელზეც ბილეთის შოვნა უბრალოდ სასწაულის ტოლფასი იყო, იმდენად დიდი იყო მაყურებლის დასწრება და ინტერესი ამ თეატრის მიმართ. ეს იყო თეატრი, რომელიც საერთაშორისო წარმატებას მიაღწია, აი იმ არსებობის 2 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი, ძალიან საინტერესო უცხოელი რეჟისორი მოიწვია, ძალიან ბევრი ახალგაზრდა რეჟისორი და მათ სპექტაკლები, რა თქმა უნდა, გამოირჩეოდა
ესეთი აი შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზოგადოებრივ მაჯისცემაზე ქონდა ყოველთვის ძალიან დიდი ყურადღება გამახვილებული, სწორედ იმას ამბობდა სცენიდან, რისი თქმაც ჩვენ საზოგადოებას აუცილებლად იმ წუთას სჭირდებოდა და უნდოდა და ბოლოს რასაკვირველია, უბრალოდ იმ მორალური დილემის გარდა, რომელშიც აღმოაჩინეს გულისხმობ ანდრო ჭიჭინაძის გარეშე გაგრძელებას მოღვაწეობის, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია უბრალოდ იმხელა ეთიკური დილემაა. ეხლა ამაზე ყველაზე ნაკლებს ვლაპარაკობთ, ამ ეთიკურ ჭრილში ამაზე თითქოს ყველაზე ნაკლებად ვლაპარაკობთ. როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანი, რომელიც უსამართლოდ არის ციხეში, მისი კოლეგები იქ ცდილობენ რაღაცა მოერგონ ამ რეალობას, ისე რომ თითქოს ამ დროს არც უარსებია შეცვალონ. წარმოიდგინეთ მსახიობი, რომელიც ანდრო ჭიჭინაძეს შეცვლის, ხო, ეს შეუძლებელია რომ წარმოვიდგინოთ და რა თქმა უნდა, არაფერი არ მოისმინა ამ რეჟიმმა, რომელსაც თეატრი 2000 ხელმოწერით ჩვენი სფეროდან თხოვდა პროკურატურას, მიმართა პროკურატურას, რომ გაეთვალისწინებინა მათი თხოვნა და რა თქმა უნდა ეს არ გაუთვალისწინებია, არაფერი არ გაითვალისწინა, რასაც ეს სფერო თუ ეს თეატრი ითხოვდა, არანაირ დიალოგზე არ წამოვიდა და ბოლოს დასრულდა იმით, რომ რა თქმა უნდა, ახალ თეატრს დაუტოვეს ერთადერთი მორალური გზა, რომ არ შეეგუოს უბრალოდ ამ მოცემულობას, ხო? ანუ ეს გახდა მერე მიზეზი, როგორც ხედავთ ჩვენ, ანუ თავარ მიზეზი არის ის, რომ არ მუშაობდა დასი, თქვა სპექტაკლებს აღარ მართავდა და შესაბამისად ოცნების ხარდამჭერები ამბობენ, რომ ხა ბიუჯეტიდან ფული იხარჯებოდა მათ ხელფასებში, ისინი სპექტაკლებს არ მართავდნენ და ამიტომ უნდა გაგვეშვა. ციცრუე ადის ვიხდი, იმიტომ რომ ახალი თეატრი იყო, ეხლა ძალიან დიდი თეატრმცოდნეობა და ექსპერტობა იმას არ ჭირდება, რომ თქვათ, რომ მანიფესტი, რომელიც მათ გააკეთეს, იყო სპექტაკლი და ისინი მოგზაურობდნენ მთელ საქართველოში და წარმოადგენდნენ სპექტაკლს ეს ერთი. მეორე არის ის, რომ 4 სპექტაკლის რეპეტიცია მიმდინარეობს ახალ თეატრში დღემდე. 4 სპექტაკლი, მე-5 დაიწყო ახლა. ანუ სულ 5 სპექტაკლის გამოშვება იგეგმებოდა სულ ძალიან მალე. ამიტომ თეატრი არ არის მხოლოდ როგორ გიხართ თეატრი როგორც ორგანიზაცია, არ გახლავთ მარტო სპექტაკლებისა და ბილეთების გაყიდვის სივრცე, ეს არის რეპეტიციის სივრცეც ასევე. ეს რეპეტიციები მიმდინარეობდა აქტიურად, თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რამხელა სტრესის ფონზე, რამხელა ემოციური თუ ფსიქოლოგიური თუ ფსიქიკური მდგომარეობაში მყოფი მსახიობები მაინც მიდიოდნენ ყოველდღე რეპეტიციაზე და მუშაობდნენ. ეს ესე არ არის. ეს ნამდვილად არ არის ესე. და ამის დასტური გვაქვს ჩვენ ძალიან ბევრი, ძალიან კარგი. ეხლა მე ჩვენ ასევე ამ სფეროში ვინც მუშაობ, ძალიან კარგად ვიცით რა ხდებოდა სარეპეტიციოში ახალი თეატრის, ვიცოდით ვინ დგამდნენ, რას დგამდნენ, ყველაფერი ეს იყო ცნობილი. ეს ტყუილია, რა თქმა უნდა. ახალი თეატრი მუშაობდა ყველაზე მეც, მუშაობდა ძალიან საინტერესო პროექტებზე და ასევე ქონდა ძალიან აქტუალური, ძალიან საინტერესო და საჭირო სპექტაკლი, რომლითაც ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ რომელი სახელმწიფო თეატრი დაიკვეხნის ერთი წუთით 8 რეგიონული გასტროლით ამ პროცესში, თან მით უმეტეს სახელმწიფოსთვის ერთი კაპიკიც რო არ გამოუთმევია ისეთით, ხო? ეს თეატრი ახერხებდა ამას, ეს თეატრი სწორედ არ გაჩერებულა. აი ამის გამო დაისაჯა ეს თეატრი. სწორედ იმიტომ დაისაჯა, რომ არ გაჩერდა და არა იმიტომ რომ გაჩერდა. რომ გაჩერებულიყო და ხმა არ მოეღო, ალბათ არც მოხდებოდა ის, რაც გუშინ მოხდა. ხო, მსახიობები ჩვეულებრივ სამუშაო პროცესს და ასე თქვა სპექტაკლების გამართვას რომ დაბრუნებოდნენ, როგორც ჩვენ თქვი, საჭირო იყო რომ ანდრო ჭიჭინაძე გამოეშვათ, ხო? მაგრამ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როცა რეპერტუარში გაქვს 6 სპექტაკლი, აქედან 4-ს ვერ თამაშობ. ნუ იცით რა, ძალიან დიდი ბოდიში. თუმცა ხელისუფლებამ აირჩია არა ეს გზა, რომ თქვა წასულიყო დათმობაზე და ანდრო ჭიჭინაძე გამოეშვა, არამედ მეორე გზა, რომ მოეხსნა, ასე თქვა, რეჟისორი. ანუ უფრო კონფრონტაციაზე წავიდა და როგორ ფიქრობ, ანუ ხელისუფლება დღეს თავს ასე მყარად გრძნობს, რომ ფიქრობს, რომ უკან კი არ უნდა დაიხიოს, არამედ პირიქით უფრო წავიდეს, შეუძლია წავიდეს კონფრონტაციაზე, თუნდაც თეატრალურ საზოგადოებასთან სრულად. ანუ რა პოლიტიკას ატარებს საბოლოო ჯამით, რომ შევაჯამოთ, ასე თქვა.
მე დაახლოებით იგივე პოლიტიკას ატარებს, რაც ნებისმიერი დარბევა, ან ნებისმიერი დაჭერა, ან ნებისმიერი დასახიჩრება ადამიანების, რომელსაც ახლა ჩვენ აი ამ და ის მთელი პროცესი სასამართლოს გულისხმობ, ის საშინელი პროცესები, რომელიც სასამართლოში მიმდინარეობს, აი ეს ყველაფერი ერთიანი სურათია, რა თქმა უნდა. აი რაში ჭირდებათ ეს, ხო? იგივე შეკითხვით შეგვიძლია რომ გიპასუხოთ, ასე ვთქვათ. ეს არის რა თქმა უნდა იმისთვის, რომ საზოგადოება გარკვეულ აპათიაში ჩავარდეს, დაინერგოს შიში. თვითგადარჩენის მდგომარეობაში აღმოჩნდეს თითოეული მოქალაქე, ვერ გაერთიანდეს, მაგრამ ამის საწინააღმდეგოს ხედავთ დღესდღეობით. ამიტომ მე პირდაპირ გეუბნებით, უბრალოდ ამ რეჟიმს მე მგონია, რომ მეტი არაფრის შემოთავაზება არ შეუძლია ჩვენთვის, გარდა დასახიჩრებისა, ცემისა, ციხისა, გაძევებისა სამსახურებიდან და რა ვიცი მე საჯარო დაცინვისა, რასაც მათი ტროლბოტები და მთელი ეს პროპაგანდისტული მანქანა ახორციელებს ადამიანებზე, რომლებიც სინამდვილეში თავის გულის ტკივილს გამოხატავენ, მეც არაფერს. ამიტომ ანუ პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის სადამსჯელო ოპერაცია, ეს არის თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე, ეს რეჟიმი გვაჩვენებს თავის სახეს და გვეუბნება, რომ ამ ქვეყანაში აღარ არსებობს დემოკრატია, აღარ არსებობს ხელშეუხებლობა და შემოქმედებითი თავისუფლება, ასე ვთქვათ, ის ერევა ყველა პროცესში, რასაც შეუძლია რომ ჩაერიოს და ჩაყოს ცხვირი და საბოლოო ჯამში ვიღებთ იმას, რომ იმედი აქვს, ჩემი აზრით, რომ რაღაცნაირად აი შეაშინებენ ამ საზოგადოებას და დაღლიან, პირდაპირ გეუბნებით, ანუ იმ ზღვარს, როცა გადავლახავთ, როცა მართლა დასაკარგი აღარაფერი აღარ გვექნება და ყველაფერი გვექნება, რა თქმა უნდა, მაგრამ უბრალოდ აღარაფერი აღარ არსებობს ამ ქვეყანაში, უდაბნოდ გადააქციეს ეს ქვეყანა და რაღაცთვის უნდა, რისთვის უნდა დავიხიოთ უკან აწი, ხო? ანუ ამას ვერაცნობიერებენ როგორც ჩანს. ამიტომ მე მგონია, რომ სწორედ კონსოლიდაციას იწვევს ეს მოქმედებები, სწორედ გაერთიანებას აძლიერებს, რომ ეხლა დღეს მაგალითად და გუშინ ამას ვხედავდი ძალიან კარგად, მართლა არ იყო ნამდვილად არც ერთი ხელოვანი გუშინ თეატრის ხელოვანს გულისხმობ, რომელიც არ გამოეხმაურა ამ საკითხს, ან არ იდგა გუშინ იქ, ესე იგი წარმმართველი ძალა ქართული თეატრის, მართლა მამოძრავებელი ძალა, რაც არის დღეს გარეთ და ნუ დღეს ასევე აი ამ ტროლბოტების რაღაცა კოშმარულ შემოტევას, რომელიც მართლა სასაცილოდ აღარ მყოფნის, ეხლა ვიღაცას შეიძლება აქვს ამას რაღაცა ყურს უგდებს რომელიმე ტროლბოტს, მაგრამ ჩვენ არ უგდებთ, მართლა არ მაინტერესებს არც შალვა რამიშვილის მოსაზრება და არც მისი ქარხნის ტროლბოტი. გასაგებია. სულ ეს შერჩათ, აი მართლა მაინტერესებს მეტი რა ეს არის, აი ანუ მეტი არაფერი არ აქვთ. ხო, ნუ როგორ ჩანს. მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა თქვენ. დათა თავაძე რეჟისორი გვერდთვებოდა და კიდევ ერთ რეჟისორს ჩავთავთ, გიორგი თავართქილაძე ჩაგვერდთვება, მანამდე ვიდრე მას დაურეკავენ, მე წაგიკითხავთ რა თქვა კალაძემ ამ თემასთან დაკავშირებით. საფუძველი არ ვიცი რა იყო, მაგრამ რასაც უყურე ბოლო თვეების განმავლობაში თუ დოიაშვილის პოლიტიკაში შემოსვლა უნდა შეუძლია ეს ნაბიჯი გადადგას. თუ ხარ იქ სადაც ხარ, მაშინ უნდა იმუშაო და მიხედავ კონკრეტულ მიმართულებას. ძალიან მარტივიაო, განაცხადა კალაძე. მისი თქმით, ყველა შეიძლება განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეს პოლიტიკურ საკითხებზე. განსხვავებული აზრი შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს. უამრავი ადამიანი, მაგალითად, ჩემთანაც მერიაში ამბობს კალაძე, თუმცა მერიიდან როგორც ისიც ბევრი ადამიანი გამოუშვეს განსხვავებული აზრის გამო, ვისაც აქვს განსხვავებული მოსაზრებები პოლიტიკურ საკითხებზე, შეუძლებელია ყველას ერთნაირი მოსაზრება და დამოკიდებულება ჰქონდეს. რაც შეეხება მის მოხსნას, ამის საფუძველი არ ვიცი რა იყო, მაგრამ რასაც უყურე ბოლო თვეების განმავლობაში, თუ დოიაშვილის პოლიტიკაში შემოსვლა უნდა, შეუძლია ეს ნაბიჯი გადადას, გააკეთოს და ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს. თუ ხარ იქ სადაც ხარ, მაშინ უნდა იმუშაო და მიხედავ კონკრეტულ მიმართულებას ძალიან მარტივად თქო კალაძე. შემდეგ ჩვენი სტუმარია როგორც გითხარით გიორგი თავართქილაძე, რეჟისორი, რომელსაც ასევე მივესალმები. გამარჯობა გიორგი და თქვენი შეფასება მოვლენის რაც ახლა ხდება, არ ვიცი, ალბათ მოულოდნელი არ იყო ხო თქვენთვის ეს ამბავი? უნდა, იმიტომ რომ სისტემა არის უკვე რეჟიმი არის დაუკრეფებაში გადასული. მოგესალმებით პირველ რიგში არ ვიცი წეგანის მოდა თუ არა, მივესალმებით თქვენ მაყურებელს და მადლობა ჩართვისთვის. ჩემი ჩართვისთვის. ეს არის არ ვიცი, სიმპტომი არის იმის, რომ რეჟიმი მაინც ასე მგონია, რომ რეჟიმი ლპება თანდათან და მას ეშინია ყველანაირი წინააღმდეგობის და წინააღმდეგობას ხედავს ყველგან, იმიტომ რომ ერთადერთი და ყველაზე მთავარი რაც მას ჩამოშლის, ეს არის წინააღმდეგობა ურყევი და ამას ხედავდა თეატრის მხრიდან, ხედავდა სახელოვნებო სფეროდან და ეს საკმაოდ უჩვეულო რამ არის უახლესი საქართველოს ისტორიის ფარგლებში, იმიტომ რომ ხელოვანებს მაინც უფრო მეტად გვახასიათებდა ხოლმე ინერტულობა და
მოუქონავდით ხოლმე, არა შეიძლება ჩვენ, ვინც ახლა ვართ წინააღმდეგობაში, არამედ შეიძლება ჩვენი უფროსი თაობის ზოგიერთი წარმომადგენელი და ამიტომ რეჟიმი მაინც ამას იყო დაჩვეული და ჩვენგან ოღონდ ჩვენში რა თქმა უნდა არ გულისხმობ რა ახალგაზრდებს მაინც და მაინც ჩვენ შორის არიან ძველგაზრდებიც რომლებიც სააღაზრზე არიან და არიან რა ვიცი საოცარი ადამიანები და სამაგალითო ხალხი რა ამიტომ ეს თაობების ბრძოლა არ არის ხო და ჩვენი ეს თაობა ერთობლიობაში აღმოჩნდით სისტემისთვის უბრალოდ რეჟიმისთვის არაპროგნოზირებადი რაღაც ესეთი იმპულსი, რომელსაც ვერ უხერხებს ვერაფერს. არ აქვს ამის წინააღმდეგ სამოქმედო გაიდლაინები, ეგრეთ წოდებული. და ამ გაიდლაინებს ზოგადად რუსეთი აწვდის ხოლმე. რუსეთში ცოტა სხვაგვარად იყო ყველაფერი და ჩვენთან ამიტომ გონია რომ არიან აგონიაში და აი ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა დავით დოიაშვილის მოხსნა. რომელსაც ოღონდ რა თქმა უნდა ქონდა წინაპირობა, ეხლა ჩვენ ხედავდით რომ ხან თეატრის კანონი მიიღეს და ხან რა გააკეთეს და ხან რა და ასე რომ ეს გააკეთეს გუშინ ამ ასეთივე რაღაცებს ვინც კი ვინმეა დარჩენილი ყველას იგივეს გაუკეთებენ. რა და ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ წინაპირობა მათი მარცხისა და ასე ვიტყოდი. კი ბატონო, ამას ამბობთ რომ რაღაც დასუსტებული რეჟიმი მარცხი, მაგრამ ნუ ჩვენ ხედავთ რომ ის კი არ იხევს უკან ამერეთ პირიქით უფრო მეტად მიდის კონფრონტაციაზე იგივე თეატრალურ საზოგადოებას რაც არ უნდა ყოფილიყო ხო არც ერთი ხელისუფლებისთვის სასიამოვნო ასე ვთქვათ მაგრამ ამ ხელისუფლებისთვის ეს როგორც ჩანს პრობლემა არ არის ამ ეტაპამდე იმიტომ რომ ანუ რაღაც ანდროი ჭინაძის გამოშვება კი არ სცადეს და ამით ურთიერთობის დალაგება არამედ პირიქით ხო აგერ დოიაშვილი მოხდეს და შემდეგი რას იზამენ არ ვიცი ანუ მიდიან კონფრონტაციაზე და ეს როგორ ფიქრობთ ხა დასუსტებას ნიშნავს თუ პირიქით მათ არა აქვს ეს შეგრძნება რომ რაღაც პრობლემები ექნება თქვენგან და თითქოს ისე შევიწყდა იქნება რომ ეს პროტესტი მათთვის დიდი პრობლემა არ არის არც თეატრალურ საზოგადოების არც იმ ხალხის ვინც ქუჩაშია და ასე შემდეგ რეალურად ჩემი აზრით ეს პროტესტი მათთვის აუცილებლად არის დიდი პრობლემა ზოგადად ხალხის დამოკიდებულებაა ძალიან დიდი პრობლემა მათთვის იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მათ არ აქვს ლეგიტიმაცია არც ქვეყნის შიგნით არც ქვეყნის გარეთ საერთაშორისო მასშტაბით და ჩვენ სულ სახში რომ წავიდეთ და აღარ გქონდეს პროტესტი ხო ესე გამოხატული ფორმით ისინი მაინც დარჩებიან იზოლაციაში რაც არ მგონია რომ საბოლოო ჯამში იყოს მათი ინტერესი შეიძლება რაღაც კონკრეტულ ეტაპზე მათი მოქმედების კონკრეტულ ეტაპზე ისინი თვითიზოლაციას ეწევიან მაგრამ საერთო ჯამში იზოლაციაში ისინი ვერ გაძლებენ რა ამიტომ თვითკმარი არ არის ეს რეჟიმი ავიცი ამოწურავენ საბოლოო ჯამში ბიზინა ივანიშვილის ფულს და დამთავრდებიან თვითონაც ფიზიკურად სულ არავინ სულ არ შეუგროს თვითონაც ჩამოიშლებიან რა მაგრამ ამის მიუხედავად ხო მე მაინც მგონია რომ ჩვენ ვართ საკმაოდ მოწყვლად სიტუაციაში გულისხმობ ქართული საზოგადოება თავისუფალი ქართული საზოგადოება რომელიც პროტესტში ვართ იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ჩემი აზრით სწორად ფორმულირებული ჩვენი მოთხოვნა და ეს განაპირობებს ზუსტად იმას რომ ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს რაღაცების შანსი შეიძლება მას ჩვენ ესე გააზრებულად არ ვაძლევთ მაგრამ როდესაც მას დაუდგება ყველაზე კრიტიკული მომენტი როცა მიხვდება რომ ის უკვე ჩამოშლის წინაშეა მე მგონია რომ ეს ზუსტად მაშინ დანიშნავს არჩევნებს და ივანიშვილის მიერ დანიშნული არჩევნები არის აპრიორი გაყალბებული ეს ნიშნავს გაყალბებულს და ეს უფრო უტყუარი არის ამის იმტკიცება დღეს უფრო მარტივი რაში ხედავს გამოსავალს თუ არჩევნებს დანიშნავს ესეც ვთქვათ არ იქნება გამოსავალი თქვენ რაში ხედავთ იმიტომ რომ აქტიურად ხართ ჩართული ამ პროცესებში და კი ბატონო რომ მე მაქვს ასეთი ხედვა ჩემი აზრი და არაერთი ჩემი მეგობრის მათ შორის ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ფიქრობს ასე რომ ჩვენ უნდა ვითხოვდეთ ახლა რეჟიმის ჩამოცილებას ხელისუფლებიდან იმიტომ რომ ის არის არალეგიტიმური და მას არანაირი უფლება არ აქვს არჩევნები ჩაატაროს და სულ რომც მივანიჭოთ ეს უფლება და ჩავატარებინოთ არჩევნები ჩვენ ვდგებით ამ შემთხვევაში ძალიან დიდი საფრთხის წინაშე იმიტომ მას აქვს რიგი რეგულაციები დაკანონებული უკვე ასეთი რეგულაციები ჰქონდა მას ოქტომბრის არჩევნებში და რაც გაგვიკეთეს არჩევნებში კარგად ვნახეთ თუ ის იქნება ხელისუფალი ის 100-დან 100 შემთხვევაში ჩაატარებს გაყალბებულ არჩევნებს და გაგვიყალბებს ბევრად უფრო ტოტალურად ბევრად უფრო ამაზრზენად ვიდრე ეს გააკეთა და ამის შემდეგ აღარ არსებობს აღარანაირი შანსი
რომ ვინმე გარეთ გამოვაკიდე და გააპროტესტებს, იმიტომ რომ თუ შენ ითხოვ დღეს არჩევნებს, ის მოგცემს არჩევნებს და რამდენჯერ უნდა ვამტკიცოთ, ხო? ის რომ აი ჩვენ ფეხბურთის სათამაშოდ მივედით და რაგბისტები დაგვახვედით. ჯერჯერობით არჩევნებსაც არ იძლევა და ამიტომ ამბობ ხარ რატო ფიქრობთ რომ რაღაც ხელისუფლება ანუ თუ ეტყვის მაგალითად საზოგადოება რომ წადით ხელისუფლებიდან წავა, ხო? ამაზე საუბრობდი, სწორედ რამდენად არის დღეს ეს პროტესტი ისეთი, რომელიც შეიძლება თქვას, ვაი ძალას იკრებს, ხო? თუ პირიქით არის, ხა მაგალითად ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ ეს მინავლების რეჟიმშია ყველაფერი. ამიტომ ბედავენ თქვათ ესეთ რაღაცეებს, ვისაც უნდა მოხსნიან რაღაც და ასე შემდეგ. ირაკლი კობახიძე ამას რომ ამბობს, ეს ზუსტად საპირისპიროს ნიშნავს. ლოგიკურია, ანუ ყოველთვის რაც არის მათთვის პრობლემა, იმის საპირისპიროს ამბობენ ხოლმე, რომ თითქოს ეს ასე არ არის. ეს ძალიან პრიმიტიული ხალხია, ჩემი აზრით. და ფაქტია, რომ ხო, შეიძლება დღეს 100 და 200 კაცი გავართ საღამოობით რუსთაველზე, მაგრამ მუხტი არსებობს, პოტენციურად არსებობს მუხტი, სიბრაზე არსებობს და პრობლემები გაიზარდა, რა თუ შემცირდა, პოლიტპატიმრების რიცხვი გაიზარდა, იმ სიმახინჯეების რიცხვი, რასაც ჩადიან, გაიზარდა, ასე რომ ბუნებრივია, რომ წინააღმდეგობა არსებობს, უბრალოდ არის რაღაც მომენტები, როდესაც მუხტი იფეთქებს, არის რაღაც მომენტები და ესეც აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ის მიინავლება ხოლმე. ეს მიინავლება არ არის თავის მხრივ ტრაგედია. ტრაგედია არის, როდესაც წინააღმდეგობა აღარ არის და ჩვენ სწორ მომენტებს უნდა ვარჩევდეთ და უნდა საზღვრავდეთ რა მომენტში დავაკეთოთ რაღაც სწორი მომენტი, რომელიც წამოიღებს შემდეგ მუხტს. ეს მუხტი მე კონკრეტული რაღაცის მიმართ უნდა იყოს მიმართული და ჩვენ დღეს აი ესეთი მისამართი წერტილები აღარ გვაქვს მონიშნული, იმიტომ რომ ვითხოვთ არჩევნებს, რომლის აი მაგალითად თქვენ არ გიჩნდებათ ის კითხვა, რომ როდესაც გაგვიყავდეს არჩევნები და 5 თვე გავიდა ამ არჩევნების გაყალბების შემდეგ, ხო? არც ერთ ოპოზიციურ პარტიას, ხო? არ დაუდია ანგარიში, აი ესეთი ანალიტიკური ანგარიში, ჩვენ გაგვიყავდეს არჩევნები ამაში, ჩვენ შევწვით აი ამაში, თუ გამოვასწორებთ და თუ ყურადღებით ვიქნებით რაღაც კონკრეტულ საკითხებში, ჩვენ დავძლევთ ამ პრობლემას და გაყალბების საშიშროებასაც გადავлахავთ რა. ასეთი ანგარიში, ასეთი ის არდებს, ხედვა არდებს არცაიდან და აი რანაირად უნდა ვენდო მე დღეს მოცემულობას, რომ ივანიშვილი, რომელიც დღეს უკვე კონსოლიდირებული დიქტატორია, მომცემს საშუალებას, რომ თუ გინდებით რა ქვია დამკვირვებლების ჯარით, მე მივიღებ სამართლიან არჩევნებს. თავარი მოთხოვნა თქვენ ალბათ უნდა იყოს წავიდეს ეს ხელისუფლება პირდაპირ. დათმოს ხელისუფლება, ამას ამბობთ. ბატონო ხმა ვერ გავიგე. ანუ წავიდეს უბრალოდ და დათმოს ხელისუფლება, ეს უნდა იყოს აქციის მოთხოვნა, ამას ამბობთ. კი, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან რთული მისაღწევად, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა თავის მოტყუება და გვინდა რაღაცა ფიქტიური გამარჯვებებით ვიზეიმოთ, მაშინ ეს არის არჩევნების მოთხოვნა რაღაც ეტაპზე, როდესაც ის გადაწყვეტს, რომ დაიბრუნოს ლეგიტიმაცია და რა ქვია, საერთაშორისო მასშტაბზე მას ის იყოს ლეგიტიმური სუბიექტი. ამ შემთხვევაში ადგება და არჩევნებს დაგინიშნოს და დაიბრუნებს ლეგიტიმაციას და ეს იქნება ჩვენი მარცხი. გასაგებია. კი ბატონო. ხო, ერთსაც დავამატებ, რომ ეს არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა მთავრობამ. ეს არ უნდა ჩაატაროს ქართულმა ოცნებამ. მადლობა დიდი გიორგი თავართქილაძე, რეჟისორი გვერდობდა, ჩვენ საუბრობდით კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებაზე, რომ მოეხსნა დათო დროიაშვილი ასვაბაშვილის სახელობის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან და ამას მოყვა უკვე თეატრალების პროტესტი. ასეთი იყო უკაცრავად დღევანდელი გადაცემა და მე მგეშტობებით